იცი თუ არა ვინ არის ეს ადამიანი? მის სახელი ერიკ კალინიაკია. სლოვაკეთის ევროპარლამენტარის, სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოს გუნდის წევრი, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსების შესვლას უკრაინაში. ის თვლის, რომ უკრაინა არ გამოდგა სანდოპარტნიორი სლოვაკეთისთვის და რუსების ომში გამარჯვებით სლოვაკეთს ბევრად უკეთესი პარტნიორი და მეზობელი ეყოლება, რომელთან ურთიერთობაც ბევრად უფრო გამარტივდება. ეს ადამიანი ერიკ კალინიაკი 29 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა და შალვა პაპუაშვილსა და პარლამენტის სხვა წევრებს შეხვდა. მან მკაცრად გააკრიტიკა ქვეყანაში მიმდინარე მანიფესტაციები და განაცხადა, რომ როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოშიც მანიფესტაციები უცხოეთიდან ფინანსდება. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ შეხვედრიდან ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დააინიცირა ზუსტად იგივე კანონი, რომელიც სლოვაკეთის პარლამენტმა წინა წლის აპრილში მიიღო. მედიის კანონი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი დამთხოვები ხდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები უნგრეთისა და სლოვაკეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ პარლამენტში აინიცირებენ შემავიწროებელ კანონებს. უნგრეთი და სლოვაკეთი ეს ის ერთადერთი ქვეყნები არიან ევროკავშირის, რომლებმაც 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები აღიარეს. ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც ლიდერობენ ევროკავშირს კორუფციისა და ნეპოტიზმის ინდექსით. რომლებიც აინიცირებენ პროპაგანდას თავიანთ მედიაში ანტიევროპულ და ანტიუკრაინულს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ რუსული და მედიის კანონები და ახლა უკვე საქართველოს შერიც დადგა. როდესაც პროპაგანდა დაიწყებს თავის ნარატივს უცხო ძალაზე, გახსოვდეს, რომ ნამდვილი უცხო ძალა ეს ოცნებაა.